დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური ზრდა ვარდების რევოლუციიდან 8 წლის შემდეგ ქართველი კანონმდებლები ხაზს ამ მიღწევებს უსვამენ. რევოლუციის მორიგი წლისთავის შეფასებებისას 8 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი საკანონმდებლო სტრუქტურული ცვლილებებზე საუბრობენ. დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური ზრდა. ეს არის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელზეც 8 წლის შემდეგ ქართველი კანონმდებლები საუბრობენ. Deputatები ამბობენ, რომ ქვეყანა განვითარებას, უმუშევრობის დაძლევას, ახალი პროექტების განხორციელებას და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის პოლიტიკას ამ დრომდე წარმატებულად განაგრძობს. ვარდების რევოლუცია იყო არაერთი ადამიანის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი, აცხადებენ უმრავლესობის წევრები. საქართველო იყო მოწამჭოთა სივრცის ქვეყანა, სრულიად გაურკვეველი მომავლით, სრულიად გაურკვეველი ფუნქციით და შედიოდა იმ ეგრეთ წოდებულ რუხ ზონაში, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. არავინ არ განიხილავდა საქართველოს სერიოზულად, როგორც წარმატებულ ქვეყანას და როგორც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის შესაძლო კანდიდატს. ყველაზე დიდი ცვლილება რაც მოხდა არის ის, რომ დღეს საქართველო აღარ არის ამ გაურკვევლობის ნაწილი, დღეს საქართველო მკაფიოდ განიხილება როგორც ევროპული სახელმწიფო, განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც არის ნატოს კანდიდატი. ვარდების რევოლუცია თავისთავად არის ერთ-ერთი მოვლენა, რასაც საერთაშორისო ეფექტი ქონდა. საქართველო იქცა მაგალითად, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, როგორ უნდა დადგეს გზაზე თავისუფლებისკენ და ღირსეული ცხოვრებისკენ. ჩვენ ამ გზაზე ჯერ არ გავსულვართ ბოლომდე. ეს ყველას კარგად გვესმის, მაგრამ ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევანი არის ურყევი, ეს არ არის არჩევანი მთავრობის, ან პრეზიდენტის, ეს არის არჩევანი მთელი საქართველოს. Deputatები ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა. ფუნდამენტური რეფორმები გახდა ქვეყნის განვითარების მთავარი პირობა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილად იქცა. ჩამოყალიბდა სახელმწიფო თავის ინსტიტუტებით, თავისი ახალი მენტალობით. ეს მენტალობა არის გამარჯვების აწინარი, საბოლოო წარმატების აწინარი. ჩვენ ვართ ამბიციური სახელმწიფო კარგაგებთ, რომელიც ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს არის მთავარი, რომელიც ამ წლებში იყო და ყველამ ნათლად დაინახა. უმთავრესი ცვლილებები ეს იყო კორუფციის დამარცხება, ეს იყო ცვლილებები სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით, ცვლილება დამოკიდებულებაში პოლიტიკოსებისა და მთავრობისა საზოგადოებასთან. ჩვენ ვაშინებთ ისეთ ქვეყანას, სადაც საზოგადოების როლი არის მთავარი და გადამწყვეტი ყველა იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ვითარდება. ძალზედ მნიშვნელოვანი 8 წელი ქვეყნის განვითარების გზაზე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და 8 წლის წინ მემკვიდრეობით ყველა მიმართულებით ძალზედ ცუდი სიტუაცია იყო, დაწყებული კორუფციიდან, დამთავრებული არარსებული სოციალური დახმარებებით და მნიშვნელოვანი არის აი ამ გზაზე ბევრი მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები არის გადადგმული. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი და მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა ეს არის სერიოზული საფუძველი ამ მომავალი წარმატებების. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალ ეპოქაში გადავედით. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარი ქვეყნის პოლიციით ამაყობს. საუბარი იმაზე, რომ რეფორმები მხოლოდ რამდენიმე სფეროში განხორციელდა არასწორია, რადგან თუ მთელ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში რეფორმები არ ხორციელდება, ცალკეული რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, განაცხადა მერაბიშვილმა. მე ვარ ბედნიერი, რომ ყველა ქართველი ხას უსვამს ამაყობს, რომ საქართველოს პოლიცია არის ერთ-ერთი ყველაზე კაი პოლიცია მსოფლიოში და ამას აღიარეს თითქმის მთელი მსოფლიო და მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი არაკეთილმოსურნეები და ქართველები ამაყობენ, რომ ყავს სამაგალითო პოლიცია, ეს არის ჩემთვის ძალიან საამაყო და ამით ვამაყობ. ისევე როგორც საქართველობა გახდა საამაყო მთელ მსოფლიოში და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ვარდების რევოლუციის. ვარდების რევოლუციის დადებით და უარყოფით შედეგებზე საუბრობენ ოპოზიციონერები. ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები ხალხს უნდა ემსახურებოდეს, აცხადებენ უმცირესობის წევრები. რევოლუციური ხელისუფლების მთავარი მიღწევა იქნება, თუ კი ამ ქვეყანაში აღარასოდეს გაჩნდება აუცილებლობა ახალი რევოლუციის. ამაში არის, ასე ვთქვათ, ამაში იქნება მათი მთავარი მიღწევაც და ეს იქნება მათი მთავარი ჩავარდნაც, თუ კი მათ მოუწევთ იმადოვე გზით წასვლა ხელისუფლებიდან, როგორც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. მიღწევები არის უკეთესი საქართველო მართლაც ვიდრე იყო 7 წლის წინ, ისევე როგორც 7 წლის წინანდელი საქართველო უკეთესი იყო ვიდრე 7 წლით ადრე. გაჩნდა ძალიან მრავალი ინფრასტრუქტურა,
მოწესრიგდა ინფრასტრუქტურული სახე ჩვენი ქვეყნის კრიმინალთან ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატებული იყო. თავარი ასე ვთქვათ, პრობლემა არის ის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არის სუსტი და განსაკუთრებით რომ სასამართლო არის პროკურატურის ზეწოლის ქვეშ. უნდა ითქვას, რომ დღეს სახელმწიფო ნამდვილად უფრო ძლიერია, სახელმწიფო ინსტიტუტები, რასაც ქვია სადამსჯელო თუ სხვადასხვა აღმასრულებელი ინსტიტუტები ნამდვილად უფრო ძლიერია, მაგრამ რაც შეეხება წარუმატებლობას, მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს ბევრად უფრო სუსტი, ბევრად უფრო დაუცველი და ბევრად უფრო ღარიბია საქართველოს მოქალაქე. 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ მრავალდღიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.